კლიენტები მეკითხებიან, შესაძლებელია თუ არა მექსიკის ამულეტზე დაცვის რიტუალის გაკეთება და ისე ტარება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია როგორც დაცვის, ასევე სხვა რიტუალების გაკეთებაც. დაცვის ამულეტი ჩემთვის ენერგეტიკული სიმბოლოა, რომელიც ეხმარება ადამიანს არ აითვისოს სხვისი ნეგატიური ემოციები. მაგალითად, შეგხვდათ მეზობელი, მოგიყვათ რაღაცა ნეგატიური, თქვენ გინდა, არ გინდა, გაივლით მაგისი ნეგატივით მოძრაობთ. ან შეგხვდათ მეგობარი, ავტობუსში ვიღაცა ადამიანი შეგხვდათ, შეიძლება არც დაგელაპარაკოთ, შეიძლება არც იცნობთ, მაგრამ ისეთი ნეგატივია, რომ გვერდიდან ჩვეულებრივად ენერგეტიკა გადმოგივათ. ამულეტები ადამიანებს ჭირდება აბსოლუტურად ყველას, ვინც ხშირად არიან ადამიანთან კონტაქტში, თუ ხშირად იღლებით ემოციურად, მძიმე გარემოში მუშაობთ, თუ მიხვდით, რომ ხშირად იღლებით უზომოდ და არაფერს არ აკეთებთ განსაკუთრებულს, თქვენ სულ თვალი გცემთ და ძალიან გჭირდებათ ამულეტი დაცვის. იცით, ადამიანებს გონიათ, რომ აი რაში მჭირდება მე, რა მაქვს ისეთი, რომ თქვათ არა ვარ მდიდარი, ვინ უნდა მცეს თვალი ან რაღაც, ხო? ნიშნულობა არ აქვს, მეგობრებო, ადამიანის მოდგმა არის ბოროტი. ყველა ადამიანი აბსოლუტურად ჩვენ ეს პირველ მარათონში გავიარეთ, მაგრამ მეტნაკლებად ზოგი ძალიან ბოროტია, ზოგი საშუალოდ, ზოგი ადამიანი როდესაც ვითარდება, მერე უკვე აკონტროლებს, ესე ვთქვათ, თავის სიბოროტეს და თავისი საქმით არის დაკავებული და სხვისთვის არ სხელა, მაგრამ მაინც შური არსებობს. ახლა ბავშვებში არსებობს შური, სიმღერის მასწავლებელს რომ გალანძღავს და ერთი ამბავი რო კეთდება, რომ არა ჩემი შვილმა უნდა იმღეროს, არა ჩემო იმის შვილმა რატომ იმღერა და იმის შვილმა რატომ იცეკვა და არის ერთი გამიშვი დამიჭირე და თვალის ზემა ჯადოების კეთება, ან რომ ის ბავშვი იყოს სულ პირველი, მეგობრებო, თქვენ წარმოგიდგენიათ, ახლა სრულწლოვან ადამიანებს რას უკეთებენ ადამიანები? ამიტომ, რა თქმა უნდა, მექსიკიდან ჩამოტანილ ამულეტზე კეთდება დაცვა, ფასი იგივეა, რა თქმა უნდა, როგორც ბარაქა, ასევე კეთდება დაცვის ამულეტი და სხვათა შორის ჩემთან გაყიდვებში წმენდის მერე მექსიკის ამულეტს მეორე ადგილი აქვს, იმიტომ რომ ადამიანები ყოველთვის ჩემთან, როდესაც წმენდას იკეთებენ, აუცილებლად 90% ყიდულობს, შესაბამისად ფულისა ამულეტს დაცვა.